სახლში მოსვლის პირველი რამდენიმე წუთი ყოველთვის ასეთია. სიჩუმის მოსმენა და იმ დღის გააზრება, რაც იყო. შემდეგ კი იწყება საკუთარ თავზე ზრუნვა. თუმცა მივხვდი, რომ საკუთარ სხეულსაც ისეთივე ზრუნვა, დაკვირვება და მიხვედრა სჭირდება, როგორც შინაგან მეს. მარტივი არ არის, ისევე როგორც საკუთარი მეს გაგება. თუმცა საინტერესო პროცესია. რა გიხდება, რა არ გიხდება, რა მოგწონს, რა არ მოგწონს. აღმოჩენებს აკეთებ, ისევე როგორც საკუთარ თავში ხანდახან. რა გინდა, რა არ გინდა. შემდეგ პოულობ რაღაცა ერთს, რომელიც ძალიან დიდ ხანს მიყვება. ძალიან დიდ ხანს მოგწონს, თუმცა რაღაცა პერიოდის მერე აღმოჩენას აკეთებ. რომ რაღაცნაირად ეს გბეზრდება. როგორც ცხოვრების რაღაცა ეტაპები გაწყენს თავს. ყველაფერი ერთად საინტერესო პროცესია. ხშირად ვფიქრობ ხოლმე, ჩვენ მართავთ ჩვენს ყოველდღიურობას თუ ჩვენი ყოველდღიურობა მართავს ჩვენს ცხოვრებას. ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. და ჩემთვის ამ ეტაპზე ეხლა ყველაზე საინტერესო კითხვა ეგ არის. მე ვმართავ ჩემს ცხოვრებას თუ ჩემი ცხოვრება მომართავს მე. საინტერესოა. და ეს ვიდეოებიც ამიტომ იქნება. მინდა გავარკვიო ამ კითხვაზე პასუხი.